გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი და დღეს ვისაუბრებთ კიდე ერთ ტრაგედიაზე, რომელიც 2023 წლის 16 მარტს დაატრიალდა თბილისში. სამწუხაროდ შევეჩვიეთ, ესე ვთქვათ, სიკვდილს და ტრაგედიებს და ასევე შევეჩვიეთ ამ ტრაგედიების ვერ თუ არ გამოძიებას. იმას, რომ არ თუ კითხვის ნიშნები რჩება, საერთოდ შეიძლება არც ერთ კითხვაზე არ იყოს პასუხი გამოძიების პროცესში გაცემული. არის ეს არაკომპეტენტურობის ბრალი თუ უბრალოდ დანაშაულების გულგრილობის. ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის სტუმრებთან ერთად. ჩვენ ვისაუბრებთ 12 წლის ანი იანუშაიტის მკვლობის შესახებ. ქალბატონი ნატო ხუტაშვილი, ანის დედა, ბატონი ბენიამინას იანუშაიტისი, ანის მამა, ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე და ადვოკატი ელისო რუხაძე. მადლობა მობრძანებისთვის და პირველი კითხვით ქალბატონ ნატოსთან გადავუხდები. ქალბატონ ნატო, რა მოხდა იმ საღამოს? მოგესალმებით. მადლობას გიხდით, რომ გვითმობთ ეთერს, რომ კვლავ მივაწვდინოთ ხმა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, რომ ჩვენი შვილი ანი იანუშაიტი 2023 წლის 16 მარტს მოკლეს სასტიკად, დამისახიჩრეს ბავშვი 39 დაზიანებით და ნაპოვნი მკვლელი ამ საქმესთან დაკავშირებით არ არის. იოტისოდენაც გამოძიება წინ არ წასულა და ისევ იმ ადგილზე დგას, რაც 23 წლის 16 მარტს იყო. ბავშვი ვნახეთ გაუვალ ბუჩქებში და ჯაგებში შემალული, ზემოდან გადაფარებული რაღაც ხის ტოტები, დაზიანებული, დაკაწრული, ყელზე იარა ღრმა ნაჭდევები, თმები აჩეჩილი, ეტყობოდა, რომ ბავშვი იყო ნაბრძოლი. პირნაღებინები მასა პირში დაგუბებული არ მისცეს ამის გადმოსვლის საშუალება. ეტყობოდა ტუჩებზე ზეწოლა ხელით სავარაუდოდ, იმიტომ რომ ტუჩები დახეთქილი ქონდა როგორც გარედან ისე შიგნიდან. წინწკლები, რომ ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა, ამის გამო მთლიანად დაუსკდა შიგნიდან კაპილარები და აი ასეთ მდგომარეობაში ნაპოვნ ბავშვზე მეუბნებიან, რომ შენი შვილი გარდაიცვალა საკვების გადაცდენით, თუმცა საკვებია 40 წუთით ადრე მიღებული და ეს საკვებზე აეწყო ყველაფერი, რომ ვითომ ჯერ იყოს სუპით მოწამლა, რომელიც არ დადასტურდა, ზოგადად არ დადასტურდა არანაირი მოწამლა, არანაირი ნარკოტიკი, ამაზეც გაუშვეს ხმები, რომ თითქოს ბავშვს ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, ხა 12 წლის ბავშვს და სად ნარკოტიკი. და ასეთ გაუბედურებულ მშობლებს კიდე დაგვიმატეს ეს ზემოდან, რომ უნდა ვეძებოთ ჩვენი შვილის მკვლელი და ვამტკიცოთ, რომ ჩვენი შვილი არის მოკლული. და ჩვენ ვართ მსხვერპლი ამ უსამართლობის, უნდა ვამტკიცოთ, რომ ბავშვი მოგვიკლეს. მე რამდენადაც ვიცი, თქვენი მეუღლე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ნახა ანი, ხო უკვე? არა, პირველი არა, მე დამირეკეს ტელეფონზე შემატყობინეს, რომ ანი ვიპოვეთ და არის გონება დაკარგული. ნუ იმედი მქონდა, რომ ბავშვი იყო ცოცხალი, დაურეკე ბენს, ეს და მისი მეგობარი იყვნენ მესამეში ეძებდნენ, იმიტომ რომ მქონდა ვერსია მოგვაწოდეს, რომ სადღაც მესამე მიკროში ვიღაც ბავშვი ტირის და დავიშალეთ, ასე დავიქვსაქსეთ, ზოგი იქ იყო, ზოგი იქ იყო და იქედან რომ მოვიდა, პრაქტიკულად მე მისული ვიყავი, უკვე უბრალოდ ფუნდამენტად მახსოვს, რომ ბენს არ ატარებდნენ და ვეუბნებოდი мама და შემოუშვით, თქო. კი ბატონო. Бен, можно перейти с вопросом к вам. Что вы помните о том вечере? Командир, это будущими лапаракоп русулят, и мы там отсюда это лапаракоп картулят.
Когда мне позвонили, мы подошли, еще скорой помощи там не было. Мы подошли среди первых людей, которые там вообще были на этом месте. И на то, что я там увидел, было очевидно, что она была убитая. Она была спрятанная под кустами, подброшенная под самыми этими густыми кустами, под деревьями. У нее щеки были раздутые и губы повреждены, а во рту и в носу было от желудка и это было видно, что кто-то ей не разрешал вырвать это из рта. Из этого было явно, что это была причина смерти. И она была очень повреждена снаружи. Лицо было вырвано у нее с уха, видно, кровь бежала, очень волосы были распутанные. То есть видно было следы сильной драки. Серьга была вырвана, да? Ну, в тот момент я не знал, что вырвано, но было вырвано ухо. Потом оказалось, после этого... Были конда, эксовилеби, аяк сисхлистиода, аксисхлистиода, аксисхлистиода, амадгилши сисхнажгентеби конда, пехтанец сисхлистиода, ბევრადგილზე კონდა და ეს საყურის გამოგლეჯვის მომენტშიც აქაც ყურზეც სისხლისტიოდა და გასისხლული. И после этого, когда я это увидел, и нас приглашали в исследовательские органы, нас начали убеждать, что она сама задохнулась. Это меня было удивительно, и это очень разозлило меня, что очевидно, что ребенок убитый, и меня убеждают, я сам видел, как ребенок выглядел, и убеждают, что она задохнулась. И после этого еще была у нас встреча с экспертом. Он объяснил результаты экспертизы, медицинский эксперт Давид Григория. И он опять же выдвигает версию, что она, возможно, сама бегала по кустам и делала себе ранения. Это меня вообще поразило, когда эксперт сам пишет, что у ребенка 39 ранений, что у нее вырванная серьга найдена в волосах, что у нее глубокие ранения на этом горле. И он допускает версию, что она могла сама допускать себе такие ранения. И в итоге после этого еще получается, что он испортил эти, по-грузински ацмендеби, чтобы определить ДНК. И еще такой очень курьезный случай. Мы на то подходим смотреть на компьютере фотографии, и на то просит увеличить фотографии. И там она увидела, что у ребенка под ногтем волос. И тогда эти следователи вокруг очень сильно удивились, и даже начальство начало говорить про это, пока не надо разговаривать, и мы тоже растерялись, почему это не надо про это разговаривать. И потом уже пошла такая версия уже от Григория, что этот волос, скорее всего, был на объективе, что это нереальный волос. И пришлось нам это доказывать, посылать в Германию, чтобы сделали дополнительную экспертизу. И вот эти фотографии. Да, экспертизу на эту фотографию. И вообще вот первые полгода это у меня впечатление такое создалось, что расследование делаем мы, ищем свидетелей, нашли те, которые там на месте дети играли, которые с собакой проходили, это женщина, которая последняя разговаривала, а эти следователи только протоколы пишут. И только когда уже подключилась Генеральная прокуратура летом, уже начали выслушивать наше мнение, наши просьбы, и немножко повернулось по-другому расследование. И вот благодаря Элисору Хазе активности, благодаря этим, что выступления были через телевидение, вот этим это дело уже поднялось на другой уровень. И потом уже подключились некоторые хорошие прокуроры, уже Леван Вевхадзе,
и уже немножко по-другому началось наше расследование. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩვენ წინწაწეულები არა ვართ. ვებხვაძე ცოტა გვიან ჩაერთო, მაგრამ თავიდან როდესაც მიდიხარ ცოტა გვიან როდის ანუ თავად მკვლობა მოხდარია 2023 წლის 16 მარტს. თავიდან ყავდა შაიშმელაშვილი და შაიშმელაშვილი რატომღაც ცდილობდა ჩვენ დარწმუნებას, რომ ეს არ არის მკვლელობა და ეს არის უბედური შემთხვევა და სულ ისეთ გაოცებულ სახეს იღებდა გადაწყვეტეთ პროკურორის გამოცვლა, იმიტომ რომ ყველა როდესაც დაკითხვაზე მიდიოდა დაუშვათ იგივე ჩემი ოჯახის წევრები, ხო? ყველა ჩემი ოჯახის წევრს ეუბნებოდნენ, იცით რა, ეს უბედური შემთხვევა, ეს არ არის მკვლელობა. როდესაც თვითონ საგამოძიებო უწყება ამ გუნება-განწყობილებით და ამ ვერსიით არის, რომ ეს არის უბედური შემთხვევა და გამოსაძიებელი, არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ ჭირის უფალი ცოტა დაწყნარდება და მე გადაუვლის ალბათ ასე ბჭყალებში, ხო, ვერაფერსაც ვერ გამოიძიებ და აი ზუსტად ის პერიოდი, რაც გამოსაძიებელი იყო, ის პერიოდი გაუშვეს ხელიდან, გაუშვეს, აღარ ბრუნდება ის პერიოდი. და ახლა უკვე რას იძიებენ, რას აკეთებენ, არაფერი. ახლა გაყინულები ვართ, ხო, რაღაც რამოდენიმე ტელეფონის ნომერი დარჩა შესასწავლი და შევისწავლით და ნუ აი ნახოთ, არ ვიცით, მე რაღაც გამოჩნდება და ასე შემდეგ. და თავიდან ის ცხელ კვალზე არც ძაღლი მოიყვანეს ჩემი შვილისთვის, ვერც ძაღლი გაიმეტეს, არც კამერები ამოიღეს სათანადოდ, რომელიც საჭირო იყო და იყო იმაზე საუბარი სხვა ინტერვიუებშიც მაქვს ნათქვამი, რომ მეგონა კამერები ამოღებული იყო, მერე მითხრეს იმ კამერებზე, რომ ეს კამერები მივაკითხე, მითხრეს ამოიღესო, ავეთმა მითხრეს დაგვავიწყდაო, მერე თქვეს არაფერი არ ჩანდაო და ნუ ახლა მიდი და დაიჯერე, ჩანდა, არ ჩანდა, უკვე ვეღარ ვიგებ, უკვე რა ვთქვა, ეს გულგრილობა, ეს მავნებლობა, ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული, თუ ვეღარ ვიგებ, უკვე რა ვთქვა, ვეღარ ვიგებ. ლაშა თქვენთან მაქვს შეკითხვა, როგორც ვიცი ამ საქმეში ჩართული იყო, ასევე ექსპერტი შეერთებულ შტატებიდან. ხალბატონო ნატომ რაც თქვა, ზედამხედველი პროკურორი გეუბნებოდა, თუ არ იყო მკვლელობა, ხო, ან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, ხო? სამმართველოს ხალხიც იგივეს გვეუბნებოდნენ, იგივე ვერსიას ავრცელებდნენ იმ ღამეს, მეორე დღეს, იგივეს ამბობდნენ, რომ იცით, კამერებში ჩანს, რომ ბავშვი დადის და აღებინებს და მერე ეს ნაღებინები მასა, რომელიც ვითომ კამერებში შეხედეს და აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილს ამბობდნენ, იმიტომ რომ კამერაში მსგავსი კადრი არ არსებობს, დადიოდნენ და ძაღლების ფეკალიებს აგროვებდნენ და სურათებს უღებდნენ, რომ ვითომ ის იყო, ეს ნაღებინები მასა და ძაღლების ფეკალიები იყო, აი აქამდეც კი მივედით. რომ ის ტყუილი რაღაცით რომ გადაფარულიყო, ძაღლის ფეკალიებს ნაშვებოდნენ, აგროვებდნენ, რომ ვითომ ნაღებინები მასა იყო. აი ეგ სისტემა, სრულად მთლიანად ეგ სისტემა გვარწმუნებდა, რომ ეს მოხდა ასე. მათ შორის ვამბობ, კიდევ იყო პროკურორი. საგამოძიებო უწყებიდან ვინც იყო ჩართული, ყველა პირველივე ღამეს და მომდევნო რამოდენიმე თვე ამ ვერსიას ირიბად თუ პირდაპირ ამბობდნენ, ხან პირში მეუბნებოდნენ, ხან ვერც მეუბნებოდნენ. როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მტკიცებულების მოპოვება, ის პერიოდი გაუშვეს, აი ამ საუბრით, რომ მე ბევრი მკვლელობა მაქვს ნანახი, ეს არ გავს მკვლელობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, დან არ ქონდა ჩემს შვილს ჩარტყმული, თორე დანარჩენი არაფერი არ აკლდა და ეხლა პატარა ბავშვის მოკლა ძალიან მარტივია, ხო? ძალა არ აქვს, ღონი არ აქვს, მშიშ არ აქვს, ვერ იყვირა, იმიტომ რომ პირზე ხელი ქონდა მიფარებული და ბავშვი გარდაიცვალა. ლაშა, რა თქვა ექსპერტმა? ეს ამერიკელი ექსპერტი მოწვეული არ ყოფილა, უბრალოდ მე მას დავუკავშირდი ამერიკაში სწავლის პერიოდში უნივერსიტეტის სახელით და ვთხოვე, რომ შეეხედა საქმის მასალების იმ ნაწილისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჯერ 2 წელი იყო გასული უკვე და კვლავ არ იყო დადგენილი ანის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად, ანუ რასაც ხალბატონი ნატო ამბობდა, რომ უნდა შეიკრიბოს
სპეციალური კომისია, რომელმაც ეს უნდა დაადგინოს და ვინაიდან საქართველოში ეს არ ხდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე. დღემდე არ შეკრებილა, ბოდიში გაწყვეტილეთ. დღემდე არ შეკრებილა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომეძებნა ისეთი ექსპერტი, ვინაიდან იქ უფრო ადვილი იქნებოდა, ვფიქრობდი ეს და დავუკავშირდი მას ჰარვარდის უნივერსიტეტის სახელი და მის გამომეხმაურა და მითხრა, რომ გამეგზავნა ის მასალები, რომელიც ქონდა ოჯახს, ხალბატონო ნატომ ეს უზრუნველყო და ეს არის მაიკლ ბადენი, ძალიან ცნობილი ექსპერტი, საერთაშორისო აღიარებული და არაერთი გახმაურებული საქმის, მათ შორის იყო ჯონ კენედის გარდაცვალების ხელახლა გამოძიების სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე იყო ნიუ-იორკის მთავარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი წლების განმავლობაში და უამრავი გახმაურებული საქმის, მათ შორის ო.ჯეი სიმფსონის და ეხლა სულ ბოლომდე ამბებს რომ დავუკავშიროთ ეპშტეინის გარდაცვალების საქმის ექსპერტი, სწორედ მან თქვა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რომ ეპშტეინი მოკლული იყო ციხეში და ეს არ იყო თვითმკვლელობა. იმიტომ მოვძებნეს ადამიანი, მათ შორის, რომ იმ დროს ბოსტონში პრესაში აქტიურად შუქდებოდა ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების საქმე, რომელზეც თავდაპირველად იყო შექმნილი აზრი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა სწორედ მაიკლ ბადენმა დაადგინა, რომ ეს იყო მკვლელობა და შემდგომ გამოძიება ამ მიმართულებით განვითარდა. ამიტომ გადავწყვიტე და მან ნახა საქმის მასალები ანის და გადმომირეკა ძალიან სწრაფად და მალევე დარწმუნებით, კითხე კიდევაც რამდენი პროცენტით იყო დარწმუნებული თავის პასუხში, მან მითხრა, რომ 99% დარწმუნებული იყო, რომ მანი მოკლულია. იმ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დოკუმენტაციისა და ფოტოების მიხედვით, რომელიც ხალბატონმა ნატომ უზრუნველყოფისთვის მიწოდება. ფოტოები, სამწუხაროდ ვერიდებით მედიაში ამის ჩვენება, ვინაიდან არა მარტო ოჯახისთვის, არამედ ყველასთვის მძიმეა ამის ნახვა, მაგრამ ფოტოებზე გარკვევით ჩანს რამდენიმე დეტალი, რომელმაც დაარწმუნა ამერიკელი ექსპერტი, რომ ეს არის მკვლელობა. ერთ-ერთი არის წითელი სისხლჯაქცევები სახეზე, რომელსაც პეტექიები ეწოდება, ანუ ჩემთვის მანამდე ეს ტერმინი უცნობი იყო და სწორედ ამ საქმის ნახვისას გავიგე მეც ამის შესახებ, მაგრამ მან მითხრა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პეტექიები ძირითადად ჩნდება ისეთ შემთხვევებისთვის, როდესაც ადამიანს აღარ შეუძლია სუნთქვა რაიმე მექანიკური ზემოქმედების შედეგად. ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს არის მკვლელობა, მაგრამ ერთობლიობით იმ ფაქტებისა, რაც ამის შემთხვევაში არის, ერთ-ერთი იყო ეს მთავარი არგუმენტი, რამაც გადააწყვეტინა მას ეთქვა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი. მეორე ფაქტი ასევე არის ანის ყელზე არსებული ხაზოვანი ნაჭდევები, აი ჰორიზონტალური ხაზები კარგად შეიმჩნევა და ხალბატონი ნატო და ბატონი ბენი ამბობდნენ, რომ ეძებდნენ უბრალოდ აი იმ ნივთს, რომელთაც შეიძლება ყოფილიყო ეს დაზიანებები მიყენებული, იმიტომ რომ პარალელურია, ჰორიზონტალური და პარალელურია ეს ხაზები, რაც ეჭვს ბადებს, რომ რაიმე გარე საგნის ზემოქმედებით უნდა იყოს დატოვებული, თუმცა მაიკლ ბადენის აზრი არის და ის იშველიებს თავის გამოცდილებას, ანუ ათეულობით წლების გამოცდილებას, რომ ეს უნდა იყოს ანის ტანისამოსის კვალი, ანუ მას ეცვა მაღალყელიანი როლინგი და მაიკლ ბადენის ვერსიით, ანუ მოსაზრებით, მოძალადე მას სავარაუდოდ მოკაჩა საყელოზე, ანუ შემოგრიხა ესე ვთქვათ ეს საყელო და იმ საყელოს ანაბეჭდი უნდა იყოს ანის ყელზე დატოვებული. და სწორედ ეს გახდა ამის მიზეზი. იქ ბევრი დეტალია საუბარი, ვთქვათ, ბევრი დეტალზეა საუბარი, რამდენხან შეიძლება ეს გაგრძელებული იყო, წუთობრივად შეეცადა რომ აღედგინა, როგორ შეიძლება განვითარებული იყო მოვლენები. და ასევე ის გარემო, სადაც ანი იქნა ნაპოვნი, ის ტოტები, ვთქვათ, მიუვალი ადგილი, მის ხეულზე არსებული სხვა 36 დაზიანება და ის ფაქტები, ვთქვათ, რა
რა ხდებოდა ანის ირგვლივ ბოლო საათების განმავლობაში, აი ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში აფიქრებინა მას, რომ ანი არის მოკლული. და ერთი კითხვა დამისვა მან, რომ თუ არის ცნობილი, ვინ არიან მამრობითი სქესის ადამიანები, რომლებიც მის ირგვლივ იმყოფებოდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ცეცხლის ბოლო საათებს. იმიტომ რომ ის იშველიებს თავის გამოცდილებას, რომ მისთვის ძალიან ხშირად ჰქონია ესეთ შემთხვევები და რაღაც სტატისტიკური ვთქვათ მონაცემებზე დაყრდნობით ის ფიქრობს, რომ ეს სავარაუდოდ ფაქტებიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ქვედა ფანჩატურს, ქვედა საქანელოზე, როდესაც ანიქანაობს იქ სხედან ბავშვების ჯგუფი და ის ბავშვები კი არიან დაკითხულები, მაგრამ მანდ მარჯვენა მხარეს, კამერიდან მარჯვენა მხარეს არის კიდე ბევრი სკამები, რომლებზეც მოჩანს, რომ არიან მამაკაცებიც, რომლებიც გადაადგილდებიან, მიდიან ზოგი დიდი ხნით ზის და მერე მიდის და ეს ხალხი არავინ არ არის დადგენილი. არც ზედა საქანელაზე, სადაც უკვე ბოლოს იყო ბავშვი, იქაც ძალიან გაგვიჭირდა ისე ოჯახს იმ ხალხის დადგენა, ვინც დაუშვათ თამაშობდა, იქ კალათბურთს თამაშობდნენ თუ არ ვცდები, ვინც ისე უბრალოდ გავლელები იყვნენ, ჩვენ რა თქმა უნდა ნაწილი დავადგინეთ ხალხის დახმარებით, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით, მაგრამ რაც შეეხება პოლიციას, მათი კუთხით ერთი პირიც არ იყო მაშინ დადგენილი, ვინ გადიოდა, ვინ მოდიოდა, ვინ იჯდა, ანუ ბევრი ადამიანი კიდე გავლელი იყო თუ სავარძლებზე მყოფი იყო, დადგენილი და გარკვეული ვინ იყვნენ ესენი ჩვენ არ ვიცით. თქვენაც ამბობთ, ოჯახმა დაადგინა პრაქტიკულად. კი, კამერით, დიახ, კამერით ჩანს ის ხალხი. ხევის ადგილზე არა, მე მგონი ბოდიში, ანუ გასაგები რომ იყოს ცოტა სქემატურად, თუ აიხსნას რა მოხდა ქრონოლოგიურად, ანი როდესაც თავის ბიძაშვილს შორდება, ხო, ბოდიში, ესე იგი, როდესაც ანი თავის დეიდაშვილს შორდება ეზოში და მისი ასაკის გოგონა ბრუნდება სახლში, ანი გადაწყვეტს, რომ დარჩეს ეზოში და მიდის სკვერის მიმართულებით და იქ არის მნიშვნელოვანია თქვენი საუბრის განსამარტებლად ვთქვათ, რომ ორი სივრცე არის, სადაც საქანელებია დამონტაჟებული. ანი ჯერ ერთ საქანელებზე ქანაობს, რამდენიმეზე, ჯერ ერთზე, მერე მეორეზე, შემდეგ გადმოინაცვლებს უკვე სხვა სივრცეში და იქ აგრძელებს ქანაობას. იქ არის უკვე ბოლო კამერა, სადაც მოჩანს ეს ხალხი, ზოგი გადის, გამოდის და იქ ხალხიდან ამოცნობელი პოლიციის მიერ ვერავინ ვერ იყო. ჩვენ რაღაც ნაწილი ხალხის გავაკეთეთ მათი იდენტიფიცირება, ნაწილი დარჩა იდენტიფიკაციის გარეშე. და აი ის უცნობი, виსაც წააწყდა ანის ზებნისას Бенни. Тот незнакомый мужчина, на которого вы наткнулись, когда искали Ани. Значит, я вышел искать Ани, поднимался по дорожке и сделал на верхней площадке, где она, оказывается, потом каталась на этой площадке. И когда я выходил из площадки, я наткнулся на высокого, агрессивного молодого мужчину. Я хотел спросить у него насчет своей дочки, но по его, как он выглядел, он агрессивно очень выглядел и шел очень быстро, и я понял, что его спрашивать про это не стоит, потому что у нас начнется какой-то очень, конфликтный разговор. А я не думал, что в тот момент с моей дочкой еще что-то плохое. А он выходил как раз из этого места, в котором потом нашли Аню. И я потом пошел на улицу дальше искать Аню. Вот это, у меня такая встреча была. Но потом, когда я это все сообразил, сопоставил, я понял, что это
возможно, он этот, который убил или в этом участвовал. И тогда, когда уже нам разрешили смотреть камеры, мы увидели по камере, что с другой стороны идет как раз в то время, когда я его встречаю, после этого сразу идет тень, и она потом спускается по другой дорожке и спускается вниз, и на другой камере уже перепрыгивает дорожку и прячется в кусты. И когда я это сообразил, я, значит, попросил у полиции, чтобы мне дали возможность создать фоторобот, и они отказали меня об этом, не разрешили мне фоторобот создать. И потом я не нашел возможности, я сам начал сперва рисовать, потом попросил одного знакомого, чтобы он мне помог нарисовать. Мы нарисовали это уже свой рисунок и выставили на этот медиасети. И уже летом, когда подключилась к этому Генеральная прокуратура, мне только тогда разрешили уже создать это фоторобот уже со специалистами. Это уже прошло полгода или больше, когда я смог создать фоторобот этого человека. Эльса, თქვენთან მაქვს კითხვა, რას ამბობდა და რა მოხდა სამხარეულის ბიუროს ექსპერტიზასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს საქმე შემდგომში ცალკე გამოიყო ხო სამხარეულის ბიუროს ექსპერტიზის მიმართ და გახმაურებული ეგ. კი, რა გამოიკვეთა და სამხარეულობიდან ცოტა მიუახლოვდები. კი ბატონო, კი. პრაქტიკულად ანას დაღუპვის შემდეგ ნატოს ქონა გლოვის პერიოდი და 2 კვირის შემდეგ მოახერხა მან ადვოკატის პოვნა, უფლების საქართველოს ჩაერთო ორგანიზაცია და ჩემი პოზიცია არის, რომ პირველი 10 დღე იყო კრიტიკული ამ საქმისთვის. ამოიღოთ კამერები, ოპერატიულს ემუშავა, პოლიციას თავის სათქმელი ეთქვა და რეალურად დაგვხვდა შემდეგი სურათი. გარდა იმისა, რომ ჩვენ მოусმინეთ ნატოს, პირველი რაც ჩვენმა გუნდმა მოითხოვა, იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. რა ვიცი, ყველა იურის, აი დამწყებსაც კი ალბათ მოუვა პირველი მოსაზრება, რომ შემთხვევის ადგილი დაათვალიეროს კრიტიკულად და ნახოს. ეს იყო 4 აპრილი, მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც ჩვენ დილით გავემართეთ, დაახლოებით 11-12 საათი იყო შემთხვევის ადგილისკენ და დახვდა შემდეგი სურათი. წინ ნატო მიდიოდა და მისი გაბმულიკული ეხაც ყურებში მესმის, როდესაც ჩვენ დავინახეთ 20-ზე მეტი მერის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები სხვადასხვა მძიმე ტექნიკით. იქ იყო პოლიციელებიც, რამოდენიმე პოლიციელი პირადად მე ვნახე, რომლებიც თვალყურსადევნოდნენ ამ პროცესს და პროცესი იყო შემდეგი, რომ აბსოლუტურად ყველა ხეს და ყველა მნიშვნელოვან თქვათ ნივთკიცებას, რომელსაც დღემდე ვეძებთ, მაგალითად საყურის ფრაგმენტს და ორჯერ ჩატარდა შესაბამისი ძებნა, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ. აბსოლუტურად ყველაფერი იყო უკვე გაჩეხილი. მე კატეგორიულად ვთხოვე, ვინ იყო ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ვინმე ტარიელი წარსდგა ჩვენ წინაშე. თავიდან თქვა, რომ მას ჰქონდა ნებართვა პოლიციიდან და რა პრეტენზიები უნდა მქონდა მე როგორც ადვოკატს და რას ვედავდი და რატო ვიმაღლებდი ხმას. და ამის შემდეგ უკვე, როდესაც მე დაურეკე გამომძებელს და ვკითხე, იყო თუ არა შესაბამისი ნებართვა და რა თქმა უნდა გამოძიება მოარყო ეს საკითხი, შემდეგ გადათქვა ტარიელმა ეს ამბავი და დააბრალა დედას, თითქოს ის იყო თანახმა და ერთის მხრივ ვერსია იყო, რომ თითქოს მოსახლეობა მოითხოვა. საუბარია ხალხო მე-18 დღეზე, ჯერ 40-იც არ იყო ბავშვის, შემოღობილი არ იყო შემთხვევის ადგილი და მე როგორც საქმეს ჩართულ იურის, ისე როგორც ექსპერტს და ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც პროფესიულად ამ საქმესთან კვეთა ქონდა, ყველას აინტერესებდა შემთხვევის ადგილი რა მდგომარეობაში იყო. რეალურად ანი იპოვეს 45 გრადუსით, შეიძლება უფრო ნაკლები დახრილი ხის ქვეშ და წარმოვიდგინე, ხა მე არა ვარ ექსპერტი, მაგრამ ვარ ადამიანი, რომელიც
კრიტიკულად უყურებ ხო რაღაც მოვლენებს და შეფასების და ანალიზის უნარი გამოჩნია. შეუძლებელია ღებინების დროს ჯერ საერთოდ ბავშვი შევიდეს იმ გაუვალ ადგილზე, იმიტომ არსებობს ვიდეოები განადგურებამდე როგორი იყო იქაურობა და გვაქვს ამ მტკიცებულებები. და მეორეს მხრივ შეუძლებელია ბავშვი იხრჩობოდეს, თუნდაც თავისით, თუნდაც დაუშვათ ეს ვერსია, რომელიც არ არის ბავშვი მოწავლული და რატომ უნდა კონდეს ღებინება, ხო? აი თუნდაც დაუშვათ, რომ ადამიანს აღებინებს, ჯერ პირველ რიგში ინსტინქტური ამბავია ბუნებრივ საშუალად უხმობს ამ დროს ნებისმიერი ბავშვი იქნება თუ დიდი ადამიანებს შევიდეს ბნელ გაუვალ უბედურ ადგილას და აი პრაქტიკულად შეწევს ხის ქვეშ. აღებინოს გამორიცხულია და გულაღმა აღებინოს. ეს არის აი წარმოუდგენელი ამბავი, აი ფანტასტიკის ჟანრში შეიძლება ვერ განიხილოს რეჟისორმა, იმდენად წარმოუდგენელი ამბავია და ამას ემატება ის გარემოება, რომ დღემდე მერიის სამსახურის მაღალჩინოსნები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ ქონდა დავალება, რომ ეთქვათ, თუნდაც ის, რომ ბავშვი სუპი დაიღუპა და დღემდე ავრცელებენ ამჭორებს და ერთ-ერთი მოწმის გამოკითხვას დღემდე ვითხოვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. საერთო ჯამში მინდა შევაფასო, რომ მე როგორც ადვოკატს არ მომეცა შემთხვევის ადგილის სრულყოფილად აქმნის საშუალება. იგივე მოცემულობა იქნებოდა ნებისმიერ გაუმძებელს, ნებისმიერ პროკურორს, რომელიც ამ საქმეში მოგვიანებით ჩაერთო. მოიცა ამას ჩაურმოდეთ. შემთხვევის ადგილის განადგურება იყო ეს რაღაც განზრახქმედება სამხელების განადგურების მიზნით, თუ რაღაც გადაუდებელი საჭიროება იყო, რომ მაინც და მაინც იმ სკვერში უნდა გაეჩეხათ ხეები და რავი, ამის გარეშე ვერ ვიარსებებდით ქვეყანა. ეს არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, ჩვენ დაახლოებით რასურად იკვეთება. ასობით ჩვენგობა გვაქვს და ასობით განცხადება მიმართული, გვაჩვენონ განცხადებები მოქალაქეების, რომელმაც ესეთი კატეგორიულად და კრიტიკულად ითხოვეს ამ ადგილის გაჩეხვა და სკვერის გაშენება, დღემდე არაფერი არ გაშენებულა იქ. რაც დიდი დილომი არსებობდა, იმის შემდეგ ის სკვერი გაწმენდილი არ იყო. და მაინც და მაინც იმ პერიოდში გახდა კრიტიკულად იმის გაწმენდა. არც ერთი ქალაქის განცხადება არ არის. იყო საუბრები ამის შესახებ, როგორც კი ეს შემთხვევა მოხდა, ამბობდნენ, რომ აი ქალაქის ცენტრში დასახლებულ ადგილზე რატომ და არსებობდეს ესეთი ბნელი ქალაქი და რაღაც თბილისის სიკვდილის ქალაქი დაახლოებით ესეთი მოსაზრებებით ტრიალებდა, ხო? ჩემთან ჰქონდათ მაგალითად კომუნიკაცია და მითხრეს, რომ აი ამასო მე გავწმინდავთ რაღაც დავარქმევთ ანის სკვერს. მაგრამ მე ახლა ის თუ სანამ დასრულებული იქნებოდა ეს საგამოძიებო მოქმედებები, მანამდე თუ დააპირებდნენ ამის გაკეთებას და მოსპობდნენ ყველაფერს სამხილებიანად, ეს ნამდვილად არავის არ წარმოედგინა. კითხოს დაუბრუნდე ელისვან, რამდენად გადაუდებელი იყო ეს აუცილებლობა და რამდენად იკვეთება, ვთქვათ, სამხილების განადგურების მცდელობის შემთხვევის ადგილზე მისულს, როდესაც ეს სურათი დაგვთა, მოუწოდეთ, რომ მაშინვე შეეწყვიტათ ეს სამუშაოები. აქ იყო ელექტროხერხით ადამიანები შეიარაღებული და მძიმე ტექნიკაც ჰქონდათ იმისთვის, საერთოდ მოასუფთავებიათ. დღემდე ეს მდგომარეობა იქ არაფერი არ განათებულა, არაფერი არ გაკეთებულა. ჩვენ მივმართეთ გამოძიებას, რომ ძალიან ბევრი კითხვით მივმართეთ, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ამ ფაქტზე კატეგორიულად მოთხოვეთ სახელმწიფოს შეეფასებინა, ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა თუ ეს იყო ქმედება, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკე საქმე არის გამოყოფილი. მხილებული იქნეს ის პირები, რომელმაც გასცეს თანხმობა და ეს თანხმობის გამცემი პირი იყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო და გამოძიება თუ თვითნებურად მოქმედებდნენ მერიის თანამშრომლები. დღემდე არც ერთი წერილიც კი არანაირი უკავშირი ამ საქმესთან დაკავშირებით არ აქვს. თუმცა ძალიან წარმატებით ახერხებს დღემდე იგივე გამგებელი არის და არ დამოვიწყდება მოადგილე ქალბატონი, ეხლა ამ წავს სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ აქ არის საუბარი გამგებლის მოადგილეზე, რომელიც დღემდე მუშაობს და გამგებელი ბატონი ვასაძია თუ სწორად მახსოვს, როდესაც ფაქტობრივად ჩემება შუა პროცესში და მითხრა, რომ მე ძალიან ესეთი პრეტენზიები მაქვს და ჩვენ ისინი მათ საქმეს აკეთებდნენ და მე ჩემი საქმე უნდა გამეკეთებინა და ნუ ჩემი საქმე იყო, რომ შემთხვევის ადგილი მენახა. ყველაზე მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი ამ საქმეში იყო ის, რომ ჩვენ მე როდესაც დავბრუნდი შემთხვევის ადგილიდან, დაუყოვნებლივ დაურეკე პროკურორს და აღმოჩნდა, რომ ნატო ხუტაშვილი, რომელსაც მოუკლეს შვილი, არ იყო დაზარალებლად ცნობილი და პრაქტიკულად არც ერთ ფურცელს სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ იცნობდა. ჩვენ წერილობით მივმართეთ პროკურატურას და მაშინვე იყო უკავშირი, თუმცა დაჟინებით ვთხოვდნენ, რომ ჩვენ კეთილნებას გამოიჩენდნენ და საქმის მასალებს გვაჩვენებდნენ, თუმცა დაზრალებლად ცნობა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ თვლიდნენ. საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწიეთ დაზარალებლად ცნობას და იყო 100-მდე ფურცელი რაც გადმოგცეს, ეს იყო მე-18 დღე. მე-18 დღეს 100 ფურცელი კი არა, უნდა ყოფილიყო 1000 ფურცელიც, აბსოლუტურად ბევრი რამე გამოტოვეს. 2 კვირის შემდეგ დაიწყეს პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც ჩვენ ხმა ავიმაღლეთ შემთხვევის ადგილის გაჩეხვაზე და გაკაფვაზე, მტკიცებულებების დაზიანებაზე მოვიკითხეთ, კამერები მოვიკითხეთ, ნენა ოჯახის გონზე მოვიდა და ამ შოკიდან და გლოვიდან გამოვიდა. არ ვიცი, გამოძიებამ ჩათვალა რომ ეს ბავშვი იყო პატრონის გარეშე ვინაიდან უცხოენოვანი იყო, არ ვიცი რა ჩათვალა გამოძიებამ, მაგრამ საგამოძიებო ორგანოს მესვეურებმა და ხელმძღვანელმა ქალბატონ ნატოს დაუდასტურეს, რომ მათ მიზანმიმართულად გაავრცელეს ერთ-ერთი ვერსია, სუპით და დახრჩობის ვერსია, ეს ვინ გავრცელა? მათ შორის პოლიცია ეუბნებოდა ნატოს და მოქალაქეებს, მათ შორის დაკითხვაზე მისულმა რამოდენიმე არასოწოვმა გვითხრა, რომ ჩვენო ესე გვეუბნებიან, რომ ბავშვი თავისი დაიღუპა და ოჯახიო დაჟინებით ითხოვს თქვენს გამოკითხვაზე, რა უქნათო იძულებული ვართო, რომ გამოკითხოთ, თორე განა ჩვენ გიბარებთო და ნუ ნატოს უხერხულობის მომენტიც აქვს ამოწმეებთან და ისე არ უნდა ელაპარაკებდნენ იმ საქმის მოწვევებს, რომელსაც კულელობა ქვია. ვერ მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას და ბოლოს რაც მინდა შევაჯამო სამხარეულის ექსპერტიზა. გამოიკვეთა დაკითხვების დროს, რომ ექსპერტმა იმავე ღამეს ერთ-ერთ საქმის გამომძიებელს და დეპარტამენტის უფროს მაღალჩინოსას უთხრა, რომ ბავშვი დაღუპულია საკვების გადაცდენით და პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელა თავისი გამოძიების ვერსიები უბედურ შემთხვევასთან მიმართებაში. შესაბამისად მოიძია ის მტკიცებულებები, შესაძლო მტკიცებულებები, რაც მოიძია და რაც დღემდე გვაქვს. რაც შეეხება სამხარეულს, ეხლა ლაშამ ისაუბრა ექსპერტზე და მის გამოცდილებებზე და მერწმუნეთ სამხარეულის წარმომადგენელს ექსპერტ ჩვენ შევხვდით და არც საქმის მასალებს იცნობდა იმ ეტაპზე, ეხლა მომავალში თუ გაეცნენ ძალიან დიდი მადლობა მათ, მაგრამ იმ მომენტში არც საქმის მასალებს იცნობდნენ. არც შემთხვევის ადგილი ჰქონდათ ნანახი და დღემდე დარწმუნებული ვარ არ უნახავთ, იმიტომ რომ გამომძიებლის მეშვეობით უნდა მომხდარიყო ეს და ჰქონდათ ერთხელ მცდელობა და მის მერე არავინ შეხმიანებია. შესაბამისად ნება არ არის სახელმწიფოს მხრიდან, რომ რეალურად ჩვენ კრიტიკული კითხვები მოვამზადეთ კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, კონკრეტულად გვაინტერესებდა აი თუნდაც 45 გრადუსით დახრილი ხის ქვეშ როგორ შეიძლება მომაკვდავი და პრაქტიკულად გარდაცვლილი ადამიანი ყოფილიყო აღმოჩენილი გულაღმა მდგომარეობაში. ჩვენი ვერსია რომ დამნაშავე შეაწვინა და დამალა მოხდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ძალიან გვიანი იყო ეს არის, რომლის გადარჩენაც შეუძლებელია. 45 გრადუსს რატო ამბობს ახლა ადვოკატი, ნახეთ, აი ესეთი ხე იყო, აი ასე იყო ეს ხე და ბავშვი იყო ამ ხის ქვეშ გულაღმა დაწერილი. თუ კი ბავშვი მოხდა სასწავლო და ზემოდან თავისი დაეცა, მაშინ ამ ხეს აუცილებლად ზემოდან დაეცემოდა. აი აქ გულაღმა ვერაფრით ვერ მოხდებოდა. ეს იყო აქედან შეწვერილი. მე მაქვს ერთი კითხვა თუ შეიძლება. ან გულისრევის დროს პირველი რეფლექსი და პირველი რაც აკეთებ პირიქით რაღაც გადმოაფრთხილეს. სხვათა შორის გამომრჩა მე თქვა რომ მაიკლ ბადენი ამტკიცებს ანუ ჩემთან ინტერვიუში ამბობს რომ შეუძლებელია ადამიანი რომელიც არის ჯანმრთელი და ნუ არ არის გამოვლენილი რომ ანის რაიმე ესეთი დაავადება თუ არის ჯანმრთელი რომ მან ღებინებისას რომ ის ამ ნაღებინები მასე დაიხჭოს იმიტომ რომ ყველა ადამიანს ჯანმრთელ ადამიანს აქვს ამოხელების რეფლექსი ეს მხოლოდ შეიძლება მოხდეს ხანდაზმულთა პანსიონებშია ხოლმეო, უფრო სადაც ხდება, როდესაც ეს რეფლექსები შესუსტებული აქვს ადამიანს ასაკის გამო და ხო, მხოლოდ ამ შემთხვევაში. ანუ მისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო. მე მქონდა კითხვა, შესაძლებელი არის, რომ იმ ადგილზე, ვთქვათ, აი, სადაც, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთ-ერთ დაკითხვაში ერთ-ერთი ადამიანი ამბობს, რომელმაც პირველმა იპოვნა ანი, რომ ვერ მიუახლოვდა მას, სანამ არ მოტეხეს თუ არ ვწდები ტოტები. ანუ
ვინაიდან ჩვენ არ გვინახავს შემთხვევის ადგილი, მე შეიცვალა ეს შემთხვევის ადგილი. ხო, თქვენ იყავით პირველები. შესაძლებელი იყო თუ არა იქ მოხვედრა სხვა მხრიდან საიდანმე ისე მოხვედრა რომ შეწოლილი იყო ან რამე, ისე რომ თქვა ტოტებს არ შეეშალა მისთვის ხელი. ხოლო დიქედან არის შეწვენილი, ანუ ისე იყო ეს ბუჩქების რგოლი და ეს ტოტები ისე იყო ესე წრეში, რომ მხოლოდ მეორე მხრიდან იყო, ანუ რასაც ნახეთ რა ვერსიასაც ამბობ, ასფალტის გზა, რომელიც ჩამოდის სწორად, მერე იყო მილი სადღაც 1 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ბავშვი იძულებით არის შეთრეული. სავარაუდოდ და ასე არის, სხვანაირად აქ არ ხდება. იქვე აქ სადღაც 1-5-10 ნაბიჯში დამტრეული ტელეფონი, რომელიც სავარაუდოდ ხელიდან გამოგვიჯეს და დაახეთქეს და მაგ დროს არის ტელეფონი გათიშული, სადღაც 15 წუთზეა სავარაუდოდ გათიშული, ექსპერტიზამ დაადგინა. ეს ტელეფონი არის სავარაუდოდ ისევ გაწმენდილი, იმიტომ რომ მასზე არ ჩანს არც დნმ ჩამს ბავშვის არც ანაბეჭდი არის გადაწმენდილია, იმიტომ რომ გამოგვიჯა როგორ ჩანს ხელიდან და დაუხეთქა და მერე უკვე მანდ რო შედის შუალედურ ადგილში, სადაც ბავშვი იპოვეს ბოლოს და სადაც არის ტელეფონი, ზუსტად შუალედურ ადგილში ვიპოვე მე ის საყურის ფრაგმენტი, რომ ვერ მივხვდი, რომ ჩემი შვილის იყო. ანუ სადღაც იმ შუალედურ ადგილში არის ორთაბრძოლა და ალბათ უკვე იქ იმსხვერპლა, იმიტომ რომ ცოტა გახსნილი ადგილია და იმ ადგილზე მოკლა ჩემი შვილი. და მერე ყავს დამალული შეყვანილი იმ ბუჩქნარში, ყველას ესეთი გაბუჩქული ადგილი იყო თუ როგორ თქვა, იქ არ იყო შეყვანილი და შეწვენილი. ანუ მხოლოდ ერთი მხრიდან ქონდა აქედან იმ კონკრეტულ ადგილს ბუჩქნარს მისასვლელი. ისე ბევრი შესასვლელი აქ იქ, მაგრამ სულ აი რაღაც არა, იმ კონკრეტულ ხეს, ანუ მას უნდა გადაეწია ტოტები და შეეწვინა და ისევ დაებრუნებინა ტოტები. თუ იყო არის რაღაცა არა, აქედან მხრიდან, საიდანაც ახლა მე აღწერე, ზუსტად ისე არის შეყვანილი და შეწვენილი, რომ აქედან მხრიდან არ ჭირდებოდა. იმიტომ რომ მეორე მხრიდან სრულად ფარავდა ეს ტოტები ამ ადგილს. რატომ არ შეიძლებოდა რომ ანი შესულიყო და თავად ჯერ მარტივად ვიტყვი ძალიან საშიში ადგილია და ბავშვს შეეშინდებოდა იქ შესვლა. მე საინტერესო ადგილი ის არ არის. მოდიოდა თავის გზაზე სახლში, რომელიც გზითაც სულ დადიოდა. არანაირი მიზანი იქ არ ქონდა. გზას ის არ უმოკლებდა, ინტერესი იქ არაფრის არ იყო. საქანელა რამე იქ არ იყო. ყოველად ნაგავი იყო, შპრიცი იყო, იქ არ იყო სახე. არ ქონდა ჩემს, არა, იმიტომ რომ ტელეფონი შემოწმდა, სოციალური ქსელები შემოწმდა, TikTok-ი შემოწმდა და გადმოწერილიც არ აქვს TikTok-ი, ყველაფერი შემოწმდა, ზარები შემოწმდა, ყველაფერი შემოწმდა. კიდე ერთი მომენტი, კამერების მომენტი, როგორც ვიცი, საკმაოდ ესე საკმაოდ მკვეთრად დგას კამერების მომენტი. ანუ როდის მოხდა კამერების ამოღება, რა კამერების ამოღება, რა ჩანს ამ კამერებზე, ის ჭრილი, რომელიც გადარბის საქმის მასალებში დაწერია და ტელეფონზე თუ შეიძლება. 3 წელი გავიდა და ამ ეტაპზე ვინც არ უნდა მოინდომოს შემთხვევის ადგილიდან რაიმე მტკიცებულების მოძიება არის შეუძლებელი. ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ გაჩეხვის შემდეგაც და გაჩეხვამდეც იქ იკრიბებოდა ძალიან ბევრი ადამიანები, რატომ ახლა შპრიცები იყო და ალბათ ხვდებით რა ტიპის ადამიანების ბუნაგი იყო ეს ადგილი. არ იყო შემოსაზღვრული ლენტები და სწორედ ამას აპროტესტებდა იქ გამჩეხავი ადამიანები, რომ ეს თავისუფალი ადგილია და რა პრეტენზიები გაქვთ. ძალიან ბევრი დეტალი. მე პირადად როდესაც ამოძირკული ხე ვნახე, სადაც ანი გარდაცვლილი იპოვეს ბოლოს, ხესაც ეტყობა იმდენად დახრილია, რომ წარმოუდგენელია იქ ადამიანი თავისი ნებით და თავისი რესურსით შევიდეს. მეც ჯამსაღ ადამიანს გამიჭირდებოდა ამ ხის ქვეშ განთავსება რაიმე ფორმით. წარმოუდგენელია. ყველაზე მნიშვნელოვანი და კითხვის ნიშნებს ბადებს ტელეფონი. თქვა ბავშვი დაიღუპა თავისით, ხო? ზუსტად გამართულია იმ დროს, როდესაც ხდება ანის გარდაცვალება.
რეალურად ტელეფონს ხოდა ახალი დაზიანებები, აი ბრონი როდესაც ტყდება, აქვს თეთრი რაღაცნაირი ფხვნილივით ფუფხი და აი ექსპერტი არ ჭირდება მაგ საკითხზე ახალი დაზიანებული. მე ის ჭუჭყი ეკიდება პერიოდულად და ძველ დაზიანებებს ადამიანი ძალიან მარტივად დაიდენტიფიცირებს. სამწუხაროდ საქართველოში შეუძლებელია სამხრეთის სახელმწიფოს ექსპერტიზის ბიურომ ან ნებისმიერმა ექსპერტიზამ დაადგინოს ტელეფონი გამოირთო მექანიკურად, დაჯდა თუ სხვა ადამიანმა გამორთო. ანუ ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, არ ჩათვალა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად, რომ ეს ტელეფონი გაგზავნილი იყო და თუნდაც მაგნაწილი გამოერიცხა, ეს მექანიკურად თქვა სხვა პირმა გამორთო თუ თავისით დაჯდა, მაგრამ ძალიან საოცარია, რომ ზუსტად იმ დროს დაჯდა ეს ტელეფონი, როდესაც ანი სიკვდილს ებრძოდა. აი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და უცნაური დამთხოვა. ასევე მნიშვნელოვანია, ეს ტელეფონი იპოვეს მეორე დღეს, მაშინ როდესაც ჩვენ გამოვკითხეთ მოწმეები და მოწმეები ამბობენ, რომ ხილულად პატარა ორმოს მაგვარია და მარტივად ვიპოვეთო მეორე დღესო, მაშინ როდესაც ჩვენ სიუჟეტებში ვხედავთ ასობით პოლიციელს და ადამიანს, რომელთაც შეეძლო ძალიან მარტივად ეპოვა და მეორე დღეს კითხვის ნიშანს ბადებს ეს ტელეფონი იმ მდგომარეობაში გაწმენდილი იყო, არ იყო ანაბეჭდები, არ იყო არანაირი დნმ-ი ამ ტელეფონს, მათ შორის ანის დნმ-ზეა საუბარი და ისე ძალიან კითხვის ნიშნების მომცველია. და კამერები შემთხვევის ადგილზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმატიული შეიძლება ყოფილიყო არის 3 საათით ამოღებული და პარალელურ ქუჩებზე, მეორე, მესამე პარალელურ ქუჩებზე არის 5 დღით, 10 დღით, 12 დღით ამოღებული, 1 თვით ამოღებული და ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სკოლის კამერა, სადაც სავარაუდოდ ჩანს ერთ-ერთ კამერაში ჩრდილი და გარბის იმ მიმართულებით, ანუ სკოლის კამერის მიმართულებით და ეს კამერა გამოძიებამ არ ჩათვალა საჭიროდ რომ ამოიღო. თუმცა გაირკვა რომ ნახეს ეს კამერები დაათვალიერეს, ნუ როგორ დაათვალიერეს ეს კიდე საკითხავია, მათი გულგრილობის საკითხი და აი ეს ყველაფერი საერთო ჯამში ბადებს ეჭვს რომ სახელმწიფომ უმოქმედობით და გულგრილობით პრაქტიკულად გააქრო მტკიცებულება და ეხლა რაც უნდა მოინდომოს კარგმა პროკურორმა ან კარგმა გამომძიებელმა პირობითად ძალიან რთულია 3 წლის თავზე დააბრუნო კამერები, ვინაიდან გადაწერილია, გამქრალია და შეუძლებელია იმ დროის დაბრუნება. თუ შეიძლება დაუბებულ ანაწმენდებზეც რომ შევჩერდეთ ეს საკითხი, რომ ცალკე იყო გამოყოფილი და ეგ არის ბრალდება ექსპერტის წინააღმდეგ, ხო? კი, ეს არის ბრალდება ექსპერტის წინააღმდეგ, სადაც სახელმწიფომ პრაქტიკულად პირველი ინსტანციით თქვა, რომ ექსპერტი არაფერ შუაში არ იყო, თუმცა იცავდა ძალიან ბევრ სისტემურ პრობლემაზე, განაჩენით. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და ჯერჯერობით ველოდებით მართლმსაჯულებას, თუმცა ფაქტია, რომ დაობდა მთავარი მტკიცებულება. აქ პროცესში გამოიკვეთა, რომ თურმე სამხარაოს არ ქონდა კონკრეტული წესები, პროტოკოლი, კონკრეტული დადგენილება, რითაც შეეძლო ეხემძღვანელა. აღმოჩნდა, რომ ცელოფნის პარკი იყო ერთადერთი შესაფუთი მასალა, სადაც შეიძლებოდა ჩადებულიყო დნმ ანალიზები, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ქაღალდის კონტეინერი, სადაც შეუძლებელია თუნდაც ოდნავ ნესტის მქონე ასველი მდგომარეობაში მყოფი მტკიცებულებების დაობება. ფაქტია, რომ ობისებრი დანაშრევი ქონდა დნმ-ს და პრაქტიკულად ვერ პოულობთ კვლელს, ანუ პრაქტიკულად შეუძლებელია დნმ-ის გამოყოფა დაობებული მტკიცებიდან, თუმცა სამხარაულის ექსპერტებმა უმეტესობამ ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ ბატონი გრიგოლიას პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდა და ამ ეტაპზე ის გამართლებულია, თუმცა მიგვაჩნია, რომ თვითონ ინსტიტუციამ არაფერი გაკეთა იმისთვის, რომ ანის მტკიცებულებები ყოფილიყო დაცული. მათ შორის შეეძლო წარწერა გაეკეთებინა ცელოფნის მტკიცებაზე, რომ ეს იყო ისეთი ტიპის ნიმუში, რომელზეც ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო ექსპერტიზის ჩატარება და ერთ თვეში არ უნდა გახსნილიყო. ძალიან ბევრი დეტალია, რაც მიუთითებს სამხარაულის ექსპერტიზის მხრიდან გულგრილობას და სამხარაულის ექსპერტიზის ექსპერტი არის ბატონი გრიგოლია, მათ შორის აღმოჩნდა, რომ თურმე
სამედიცინო ექსპერტებს არ უნდა ჩაეტარებინათ დნმ-ის ანაწმენდის აღება და ეს იყოს სატელეფონო თხოვნა თუ ბრძანება ტელეფონით ჰქონდათ ნასწავლი დნმ-ის თხოვესო ამის აღებაო დნმ-ის აღების მექანიზმი ასწავლეს ტელეფონით რო კითხეს ამათ მაგრამ როგორ ავიღოთ აბა ნუ ტელეფონით აგვიხსნესო რომ ასე ფიზიოლოგიურ სითხეს დაასხავთ სტერილურ ბინს და ზედაპირს ესე მოусმევთ 2-3 წვეთით ეს ჰქონდათ ტელეფონით ახსნილი და თუ კი მათ ეს ტელეფონით ჰქონდათ ახსნილი მაშინ რაღა პრეტენზია მაქვს მე მისი რომ ეს ყველაფერი სწორად გაკეთდა ხო და თუმცა დამიმტკიცეს რომ კი ჩვენ ეს სწორად გავაკეთეთ ის რაც აგვიხსნეს ტელეფონით მაგრამ თავდაცვის მიზნით იქვე ამბობენ რომ ეს აგვიხსნეს ტელეფონით ასე აქვთ საქმე დაწყობილი სამხაროლის ექსპერტიზაში მრავალჯერადი სუდარები აქვთ კიდე როდესაც მქონდა იმედი რომ ის თმა რომელიც ფრჩხილში ქონდა და დაიკარგა იქნება იმ ცელოფნის პარკში იყოს რომელშიც იყო ბავშვი გახვეული და იქ დაკითხვის დროს სასამართლოზე ერთ-ერთმა ექსპერტმა ისიც თქვა რომ ზოგჯერ ეგო მრავალჯერადიც გვაქვს ჩვენ და არ ვიცითო სად არის როგორ არის შეიძლება სხვაზე ვიხმაროთ. მაგრამ რომელსაც გვამისთვის იყენებენ მრავალჯერადი და შესაბამისად შეიძლება უპატრონო გამზეც გამოვიყენოთ და რა მნიშვნელობა აქვს უპატრონოა პატრონიანია, როდესაც რაღაც ხდება, უნდა იყოს სუფთა სტერილური, რომ რა იცით რა ხდება იმ შემდეგ. ხო, რომ შეიცვალა ამბის მერე პროცედურები და აი კი, ხელზე ხელზე შემოსაცმელი ეს პატარა ტომსიკებით შემოიღეს, თუმცა ეს შეეძლოთ მანამდეც გაეკეთებინათ. თქვენ გაქვთ ნახსენები კომისიური ექსპერტიზა და თავმჯდომარე ლომთაძე, ხო? რევაზ ლომთაძე, რომელიც თქვენ გეუბნებოდათ რომ უბედური შემთხვევა და აღმოჩნდა რომ საქმის მასალებს არ იცნობდა ხო წაკითხული არ ქონდა. კი, რო ჩავეძიეთ საუბარში რომ მაშინ ეს რატოა და როგორ არის მე არ ვიციო ეგო საქმის მასალებს არ იცნობდა თუმცა გადაწყვეტილი ქონდა და იცოდა რომ ეს იყო უბედური შემთხვევა როდესაც საქმის მასალა არ იცი როგორ შეგიძლია ამაზე დარწმუნებით თქვა რომ ეს არის უბედური შემთხვევა. ამ ეტაპზე კომისიური ექსპერტიზა კვლავ არ არის დაწერილი ანისთან დაკავშირებით, თუმცა სხვა გახმაურებული საქმეები, რომლებიც ამ პერიოდში მოხდა უბედური შემთხვევები მაქვს მხედველობაში, მათზე დაიდო კომისიური დასკვნები, ჩემ შემთხვევაში არ იდება. ეხლა რა სიტუაციაა? ჩემ შემთხვევაში მოიწვიეს ფილტვების ექიმი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მაგრამ უნდა ყოფილიყო რეალურად მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ ეს არის უკვე გაბერილი სიტუაცია, უნდათ რომ რაღაცნაირად ეს დროში გაშალონ, გაწელონ, მაგრამ ბოლომდე ვეღარ ვასკვნი, უკვე ვეღარ ვიგებ, რატომ აქვთ ეს მიზანი რომ ასე იყოს. და პირველ ეტაპზე იყვნენ ჩართულები სხვა ექიმები, მე მათი დასკვნები ჯერ არ მინახავს, როდესაც კომისიური ექსპერტიზა დადებს თავის დასკვნებს, აი სხვა ექიმები ვინც დაწერეს იმასაც შემდგომ ვნახავ, თუმცა ამ კიდე რასაც ველოდებით ამ სხვა ექიმების დასკვნებს, ეს ექიმები აღარ ერთვებიან, ჩემი აზრით ამ სიცრუის მარათონში და ამიტომ უჭირთ მათ ამ დასკვნის დაწერა. მქონდა კომუნიკაცია, მქონდა მცდელობა მე ჩემს გამომძიებელსაც ვთხარი, პროკურატურასაც ვთხოვე, რომ დააგვიდონ იმ გარკვეული კითხვების გარეშე პასუხი, რომელი კითხვებიც არის გაჩენილი, რომ რაზეც ისინი ვერ პასუხობენ, მაშინ დააგვიდონ მხოლოდ სამედიცინო ექსპერტების პასუხი. არის საუბარი რომ კი დავდებთ 3 წელზე მეტია გასული მკვლელობიდან და პასუხი არ მაქვს. რას აკეთებენ დღემდე და საერთოდ აკეთებენ რამეს თუ არ აკეთებენ, წაიკითხეს ჩემი შვილის საქმე თუ არ წაიკითხეს, ჯერ ჩვენთვის უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ არ არიან ჯერ საქმის მასალებს გაცნობილი, თორე რაღაც პასუხი გვექნებოდა. თქვენის ნებართვა და ბოდიშის მოხდეთ თქვენი ინტერვიუდან უნდა წავიკითხო ნაწყვეტები
დაზიანებები, კერძოდ იმ 39 დაზიანებაზე, რომელიც მიყენებულია გვანის ნეკნებზე აქვს დალურჯებული, ყელის არეში ღრმა ჩალურჯება და სისხლნაჟღენთები, ცხვირი გაკაწრული, შუბლის არეში კანი ღრმად დაზიანებული, თავის უკანა მხარეს დალურჯებები, გამოვარდნილი ქონდა საყურე, უკნიდან ფეხში ჩარტყმული აქვს სავარაუდო წიხლი. და თქვენი მინიტორიდან არა, უკნიდან ხომ ვერ ჩაიტყამ წიხლს და ყელთან დაზიანებაზე ექსპერტმა გითხრა, რომ შეიძლება გული რომ ერეოდა, ყელთან ჯებს ეკაჩებოდა და ასე დაიზიანა, რაც აბსურდია. და კიდევ ერთი რადიო თავისუფლებას თავად უკნიდან უნდა იკაჩო, ხო? შეიძლება ასე ჩაიწვა, არა, მაშინ უკნიდან იკაჩავდა, ალბათ, რადგანაც გული თვინმე სარევია, სრულიად არაბუნებრივი მოძრაობებია და მით უმეტეს, აი ხა რადიო თავისუფლებას რაც უთხრა ექსპერტმა, წერია დაზიანებები მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული. ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ, მაგალითად, ხელი, ტოტი, ქვა და ასე შემდეგ და აი პატარა ბავშვის 12 წლის გოგონას ხელი როგორ შეიძლება იყოს მკვრივი ბლაგვისაგანი, ან თუ ის ვერსია არის, რასაც ამბობენ, სულად გაუგებარი, ანუ ეს ყველაფერი სურათს არ ქმნის. დავამატებ ერთ მომენტს. ასევე მინდა დაზიანებებთან დაკავშირებით გავამახვილო ერთი რაღაცა. ამანაც უნდა შეუქმნას წარმოდგენა გამომძიებელს, რომ ბავშვს ესეთი დაზიანებები აქვს და ხელები არ აქვს დაზიანებული. ერთი მცირე ნაკაწრი აქვს, მხოლოდ მცირე ნაკაწრი აქვს ხელზე. ანუ როგორ გამოდის ეს შედიოდა, ხელები ასე ქონდა და სახეს ასე იზიანებდა და ამებს იკაწრავდა, ილურჯებდა და ხელებს არა, ანუ დასკვნა ხო, ხელები აქვს ბავშვს გაკავებული, არა აქვს განძრევის საშუალება, ესე აქვს შეკრული და ხელები არა აქვს დაზიანებული. აქ ყველაფერი, სახე განსაკუთრებით, აქ სულ დაკაწრული და გასისხლიანებული, ამაში იმდენი სისხლი მოსდიოდა, აი ამ ადგილზე, აქაც, ყველგან. ხელები სუფთა აქვს, ანუ ხელები აქვს გაკავებული ამ დროს. რას ელის ოჯახი, რას ელიეთ თქვენ? ნახეთ რა მდგომარეობა გვაქვს, რას ველით. თმა ჩაირეცხა, ხო? ეს ანაწმენდები დაობდა. კამერაზე თუ არ მოხდა საქართველოში მკვლელობა კამერასთან ჩემი საქმიდან გამომდინარე ვერ პოულობენ. აი რას ველი? ან ვის მოვთხოვო პასუხი იმაზე, რომ აი ეს სამხილი, როდესაც ჩაირეცხა, ხო, რომელიც ბავშვს აქვს ფრჩხილში. მაქვს ეს კითხვები და ყველა გამოდის, რომ ეს თითქოს პინპოკის ბურთივით გისვრის შენ კითხვას და შენ უბედურ მდგომარეობას. ეს თმა რო დაიკარგა, აი მაინტერესებს მიპასუხონ, ხო? ვისი ბრალია თმა რო დაიკარგა, რომელიც ჩემს შვილს ჰქონდა ფრჩხილში. აი იმ ბრძოლის შედეგად გამოგლიჯა, მოძალადეს და ჰქონდა ფრჩხილში. შემთხვევით და ის დაიკარგა, ხო? ვის უნდა მოვთხოვო პასუხი? ამაზე სახელმწიფომ ხო შეიძლება გამცეს პასუხი. დაობდა ეს ანაწმენდები და მე თავიდან წერს ერთი ექსპერტი, რომელმაც ეს ნახა, რომ ეს არის უბისმაგვარი დანაშრევებით და მე წერს, აი რომ ცოდნოდაო, რომ ასე იყო, მასე არ დავწერდიო. რატომ არ დაწერდით? ხო ნახეთ, რომ იყო უბისმაგვარი დანაშრევით. ლოგიკურად ხელის ანაწმენდში არანაირად პირნაღებინები მასა არ უნდა ყოფილიყო, არც იყო და არც იქნებოდა. ეგ არის ბლეფი. ანუ სწორად გაქვთ დაწერილი და არ უნდა თქვათ ის, რომ არ დავწერდი. უნდა დაწეროთ სიმართლე, სიმართლე უნდა ეთქვა ყველას, სიმართლე უნდა დაეწერა ყველას, სიმართლეს უნდა წაყოლოდა ყველა და ეს საქმე იქნებოდა გახსნილი. ამიტომ სხვა შემთხვევაში ყველამ უნდა დაწეროთ ის, რომ რაც არის. ახლა ვეძებ ასე გზაბნეული, ვისი ვალდებულება იყო იმ თმის შენარჩუნება, რომ ეს თმა არ დაკარგულიყო ფრჩხილში. ვისი ვალდებულება იყო ის ენახათ, მაშინ კარგი განათება იყო, პელიკანებით ნათდებოდაო, ყველაფერი და კარგად ჩანდა, როგორც დღესო და მეც ხო მახსოვს, როგორც იყო და სპეციალური განათება, პროფესიული, ხო? ვისი ვალდებულება იყო ის ენახა? ახლა გამოდის, რომ იმ ექსპერტის ვალდებულება არ იყო, შუშუშის მხრიდან მოწვეული ხალხის ვალდებულება არ იყო. აბა, ვისი ვალდებულება არის ადგილზე ასეთი ნივთკიცება რო იკარგება, ვინ უნდა ნახოს ეს და ვის უნდა შეენარჩუნებია. აი ამას ვითხოვ, რომ გამარკვიონ, გამოიძიონ, დასაჯონ ის ხალხი, ვინც ამ სიტუაციაში
გულგრილობა გამოიჩინა, არაპროფესიონალიზმი გამოიჩინა, ტყუილით შენიღბა მე ეს ყველაფერი. ან არ ვიცი, ან ვიღაცას მფარველობს, ეს გაარკვიოს სახელმწიფომ რა ხდება ამ საქმეში. მე ვერაფერს ვეღარ ვიტყვი. აქ მფარველობენ, აქ გულგრილობა, აქ უვიცობა, სავარაუდოდ ყველაფერი ბლომად არის. და მფარველობა იყო ახლა რომ ექსპერტი გაამართლეს ეს აშკარად მფარველობა, იმიტომ რომ ამას უყვებოდა სამხარაულის სისტემის ჩამოქცევის თოლფასია, როდესაც სამხარაულს ამდენი რამე არ გააჩნია და არც ISO სტანდარტი აქვს თურმე DNM-ის აღების და ანაწმენდის აღების დარგში ISO სტანდარტი არ აქვს და მით უმეტეს ასეთ საპასუხისმგებლო რაღაცას, როდესაც შენი ექსპერტები ამბობენ რომ ტელეფონით აგვიხსნეს ეს არ შეიძლება და როდესაც რო გადარჩენილიყო სამხარაულს გადაეფარა მერე სხვადასხვა სისტემები, მათ შორის გადაეფარა სასამართლო, გადაეფარა პროკურატურა, იმიტომ რომ უნდა დასჯილიყო ეს ადამიანი. მე განა კონკრეტულად ამ ადამიანის დასჯაზე მაქვს. მე მაქვს ყველა იმ ადამიანზე საუბარი, ვინც გულგრილად და არასწორად გააკეთა. მერე იგივე გამიმეორეს, ეს იყო პირნაღებინები მასებიო და არა ობისმაგვარი დანაშრევებიო. კიდე გავმეორდები, პირნაღებინებ მასაში შედის კუჭის მჟავები, რომლებიც კლავს DNM-ს. თუ კი ამაში შენ პირნაღებინები მასები შეურიე DNM-ის ასაღებად, მაშინ თავშივე მოსპე ყველაფერი. ეს თავშივე უნდა ცოდნო და მას უნდა მოეძებნა სუფთა მონაკვეთი, აეღო ის ანაწმენდი და მერე აკეთებენ კიდე საკონტროლოს, მეორედ იღებენ კიდე რომ იქნებ იქ რაღაც გამოჩნდეს, იქნებ ის გაფუჭდეს, იქნების და ახლა პირნაღებინები მასით თუ ასე გადაუსვი მთელ სახეს და ესე უსვი, ხო? მაშინ გამოდის რომ ის DNM-ი თუნდაც იყო იქ, მოსპე და მოკვდა. მჟავამ შეჭამა ის და გაანადგურა. ხელებზე არ ქონდა ჩემშოს პირნაღებინები მასები, ის ხელებიც აღმოჩნდა რომ დაობებული იყო. ეს რაც აიღო სველი მეთოდით, ისინი დაობდა, თორე იყო ნათქვამი რომ მან ბევრი რამე იყო აღებული. კი ბატონო, იქ არის ტანსაცმელი გაგზავნილი ექსპერტიზაზე, ფეხსაცმელია გაგზავნილი, საყურია გაგზავნილი, ტელეფონია გაგზავნილი. გასაგებია ეს უკვე სხვა ექსპერტებმა გააგზავნეს. ტელეფონი გაწმენდილია, ტანსაცმელი რომელიც საქართველოში შემოწმეს, საქართველოში ვერაფერი ვერ ნახეს, თუმცა რო ვკითხე როგორც რომ დაფერთხეთ მიწის ნაწილაკები მაინც არისო, არა, მიწის ნაწილაკებიც არისო. არ არის ეგრეც რომ აი ყველაფერი იყო, ყველაფერი რაც თქვენ აიღეთ, ის უნდა შენარჩუნებულიყო მშრალ მდგომარეობაში. ან უნდა ყოფილიყო დაწერილი რომ სავარაუდოდ არის სველი, ან არის სწრაფად შესამოწმებელი აქ მას ეს მინიშნების გრაფა, მინიშნების გრაფას შეიძლება ეს ყველაფერი ჩაწერილიყო. აი ეს პრეტენზიები გვაქვს და ამის შემდგომ ისე ვიტყვი რო გამოჩენილიყო სამხარაულის სუფთა, გადაიფარა არაერთი სისტემა, მათ შორის პროკურატურა, სასამართლო, სამხარაულოს ხელმძღვანელობა და ჩვენ ეს პროცესი წავაგეთ. ეს არის სირცხვილი, ასეთ პროცესს რო წააგებ საქართველოში, თეთრზე რო დაგიმტკიცებენ შავია, ეს არის სირცხვილი. ყველა სირცხვილია, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. Я добавлю к этому, что она то сказала. У нас вышел такой тоже интересный очень момент, когда я просмотрел камеры, куда движется этот подозреваемый тип. Мы начали искать, где эти камеры взяты из детского сада, именно где рядом он был. Оказывается, из этого детского сада видеокамеры, записи не были взятые. Мы спросили, почему не взятые. Нам сказали, что забыли взять эти камеры. Ну, забыли. Получается, опять их халатность. Оказывается, я подумала и вместе с НАТО поговорили. Она пошла в детский сад, спросила, как там было с этими камерами. И говорят, что да, подходили к нам. 3 раза даже подходили к нам насчет этих видеокамер, смотрели эти видеокамеры. И что они сделали, мы не знаем. Это когда мы узнали, мы опять обратились, и тогда они уже объясняют нам, что мы не считали нужным взять эти видеозаписи, потому что на них ничего не видно. Представляете себе? На видеозаписях ничего они не видят, из этого они не взяли эти видеозаписи.
по тому направлению, который бежал этот преступник. Но сначала вам сказали, что они забыли, а потом уже сказали, что не посчитали нужным. А потом уже посчитали. Значит, обманули вас. Да. Первый раз точно обманули. Да. Это вот вы посчитайте, сейчас суммируете. Сначала они нас убеждают, что она отравилась сама. Потом это эксперт еще в этом убеждает, и сперва следователь, да, потом эксперт в этом убеждает, потом эксперт портит эти ацимендеби, потом оказывается он теряет волос. Прокурор убеждает. Да. Потом оказывается, что эти камеры, значит, не взятые из этого, как сказать, места. Так если, когда суммируешь эти вещи, еще сначала они вообще этих не искали, вообще этих свидетелей мы сами искали. Так когда все это суммируешь, а в конце еще красивый цветочек этого дела, когда мы встречаемся через 1,5 года с этой медкомиссией, председатель объясняет свое мнение, что мы все-таки считаем, что она отравилась. Так мы спрашиваем его, а вы ознакомились с ситуацией, вы видели это место, вы знаете эти обстоятельства, что вот такие ранения у нее. Когда мы начали эти факты ему говорить, он тогда сказал, ну мы должны еще пересмотреть, еще больше ознакомиться с этим делом. 1,5 года, когда прошло, он еще не ознакомился с этим делом, он и его эти члены комиссии. Это очень сильно удивительно. И вообще-то очень это неприятно звучит. К сожалению, это нисколько уже не удивительно. Ქალბატონ ნატო, თქვენ რას ფიქრობთ? ანუ გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი, მფარველობა, ყველაფერი ერთად მფარველობას რატო ვახსენებ? იმიტომ რომ ეს სკვერის ეპიზოდი გამოიყურება სრულიად ამოვარდნელად. ანუ არ იყო არანაირი საჭიროება, მოვარდნენ, მოანგრიეს, თან რაღაც მოიმიზეზეს. ალბათ ამაზე უფრო სახელმწიფომ უნდა იმსჯელოს რა ხდება ამ შემთხვევაში რომელი არის ამ ერთი ფაქტორიდან, თუმცა მე თუ მკითხავთ აქ ყველაფერი ერთად არის. გულგრილობაც არის, არაპროფესიონალიზმიც არის, რაღაც კუთხით, რაღაცნაირად მფარველობაც არის, თუნდაც სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, ყველაფერია ჩართული იმისთვის, რომ ამ საქმეს ნათელი არ მოეფინოს. ამიტომ ვითხოვე შემხვდეს პრემიერ-მინისტრი თქვა, თუმცა არ მქონია გამოხმაურება მათი მხრიდან, ისევ ძალაშია ჩემი თხოვნა, რომ უფრო ღრმად ნახონ ეს ჩემი საქმე, განიხილონ, ნახონ ეს ხარვეზები, თუ არის შესაძლებელი რაიმეს გამოსწორება და ვითხოვ სამართალს. სამართალს ვითხოვ, ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქე იყო. და საქართველოს უნდა გამირკვიოს რა მოუვიდა ჩემს შვილს, ვინ იმსხვერპლა ჩემი შვილი და პასუხისგებლობა ვისეკისრება იმაზე, რომ დაიკარგა თმა, დაობდა ანაწმენდები, ვერ პოულობთ მკვლელს, გავიდა პერიოდი იმ ვიდეო კამერების ვერ ვიღებთ და აი ასე, როგორც არაფერი ისე გრძელდება ყველაფერი და პასუხი არ მაქვს არც ერთ კითხვაზე. ამ ტიპის საქმეებში ერთადერთი რაც დედებს საცოცხლებს არის სამართლიანობის აღდგენა. და სამართლობის აღდგენა რეალურად სადაც ვიცით მკვლელი ვინ არის უკვე სამართლიანი სასჯელი და დამნაშავის შესაბამისი დასჯა. აქ ისიც ვერ მიიღწა და აბსოლუტურად რთულია ნატოს მდგომარეობაში ყოფნა, ეხლა სიცოცხლეყოფის საბჭოს მიმართეთ უფლებებმა საქართველოს და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ექსპერტიზებიდან დაწყებული კონკრეტული ჩვენი შუამდგომლობები იქნეს დაკმაყოფილებული, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოა ეს ყველაფერი ჯერჯერობით, ვინაიდან უკვე ბევრი ვისაუბრე რომ გამოტოვა პირველი 2 კვირა სახელმწიფო მის პერიოდი, რადგანაც შეეძლო ამ საქმის რეალური გამოძიება. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 112-ის კამერა არ მუშაობდა და დღეს როდესაც კამერებზე ციფრულ სივრცეში ვარ და პრაქტიკულად სადაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს სტრატეგიულ სივრცეებში სახელმწიფოს აქვს ისეთი კამერები, სადაც საერთოდ არ არის საჭიროება რეალურად და რეალურად აქვთ პოლიტიკური მიზნებისთვის, არა საგამოძიებო მიზნებისთვის,
იმ სივრცეში არ აღმოჩნდა შესაბამისი კამერა, რომელიც იმუშავებდა და რეალურად გვაპოვნინებდა. ესეც სახელმწიფოს პრობლემაა და რეალურად ყველა გზა ამ საქმეს ვერ გამოიძიებს ვერც ერთი ადვოკატი, ვერც ერთი დამოუკიდებელია და მიუხედავად იმისა, რომ ნატომ ასობით ინფორმაცია და ათასობით მოწმე მოიძია და ქუჩა-ქუჩა, კარდა-კარ დადიოდა და ძალიან ბევრი ინფორმაცია პრაქტიკულად ნატოს მოძიებული ამ საქმეში და რა ვიცი, იმ 10 ტომიდან უმეტესობა არის დაზარალებულის მოძიებული. პასუხისმგებლობა და რეალურად კომპეტენცია არის სახელმწიფოსი გამოიძიოს ეს დანაშაული. სახელმწიფო დუმს ვერანაირ კონკრეტულ პასუხს ყველაზე საკვანძო საკითხებში, მათ შორის მათივე დანიშნულ ექსპერტიზის, კომპლექსური ექსპერტიზის დაჩქარების ნაწილში ვერ გვეუბნება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ლეგიტიმური პრეტენზიები გვაქვს სახელმწიფოს და გამოძიების წინააღმდეგ. მე როგორც ჟურნალისტი დავამატებდი, რომ ჩემი აზრით დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში იმ კრიმინალური ისტორიების ფონზე, რომლებიც არის ძალიან გახმაურებული და მე ვფიქრობ, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორიაა. თუნდაც იმისთვის, რომ ჩემმა კოლეგებმა უფრო აქტიურად გააშუქონ ეს ამბავი და უამრავი საინტერესო დეტალი არის ჯერ კიდევ გამоуклевელი. Я думаю, что это проблема не только наша, но это проблема государственная, потому что такой взгляд не только в нашем преступлении, и в других общества должно это подумать и должно показывать активность, потому что когда это не касается не тебя, как бы ты спокойно на это смотришь, но когда надо подумать, что происходит на улицах, и на которых мы выпускаем детей и сами выходим, и если так смотреть на это дело, тогда куда мы дальше пойдем, это есть разные пути дальше, куда мы это пойдем. Так что если представители самой высокой власти не посмотрят на это серьезно и отдельно надо на этот произвести расследование, почему это происходит, такие оплошности, чтобы это они повторяются на разных преступлениях, что мы дальше, как сказать, будем в таком государстве, если это происходит, как мы будем жить? დიდი მადლობა. მოგზაურობისთვის, უცხოელბეზიარებ თქვენს წუხარებას. ეთერში იყო გაცნობა პოლიტიკური კოდი. დიდი მადლობა.